მალე დაიწყება. როდის იქნება? თუ კარგად ამბობლექს, თუ ცეკვავ ამღერი, თუ გისმენს ბებია, ამ ხოლოდ მეზობენი. დედიკო და მამიკო ტელეფონი უნდა აიღო და დაგვირეკო, როდის იქნება? დროა უკვე ეს ამავი, რომ ქვეყანამ გაიგო. ტელეფონი რეკას, ბაკბუკული ფეთქნა, ეკრანი ხარ, მეზობელი ცხელავს, ახლა შენი დროა, ყველა შენ გიყურებს, რადგან იმედზეა, მოგესალმებით. მშვიდობისა. დღეს ბასტიბუბში ძალიან საინტერესო ექსპერიმენტს ვატარებთ, როგორც მშობლებისთვის, ასევე ბავშვებისთვის. და ამ ექსპერიმენტის დახმარებით მშობლები უფრო უკეთ გაიცნობენ თავის შვილიკოებს. შვილები კი მიხვდებიან თუ როგორ უნდა მოიქცნენ ისე, რომ დედიკოების კოცნა დაიმსახურონ. ექსპერიმენტის მიხედვით მშობლები და ბავშვები ერთი და იგივე კითხვას უპასუხებენ და ერთი და იგივე ზღაპრებს გაიხსენებენ. მე მგონი ძალიან საინტერესო იქნება მათი მოსმენა. ბაბელინა, დრო აღარ დავკარგოთ და ექსპერიმენტის პირველ კითხვას მოусმინოთ. ზღაპარი პირველი, პინოქიო. რა სწავლობენ ბავშვები ამ ზღაპრის დახმარებით? საერთოდ ბავშვებს ძალიან უყვართ ზღაპრები და მართალი რო გითხრათ, მეც მიყვარს. ზღაპარი პინოქიო. ისეთი ზღაპარია, სადაც ჩანს რა არ უნდა გააკეთოს ბავშვმა. არ უნდა იცელქოს, ტყუილი არ უნდა თქვას, უნდა ისწავლოს, პატივისცეს მშობლებს. პინოქიო იყო ცალკე დამოუსვენარი. ტყუილებს ამბობდა და მე ტყუილები არ მიყვარს. პინოქიო ზღაპარი წავიკითხე რუსულადაც და ქართულადაც. და მივხვდი რომ ტყუილი არ უნდა ვთქვა. პინოქიო რომ ტყუილს ამბობდა თვის ეზდებოდა ცხვირი. და ამას რომ თუ მეც მოვიტყვე, მეც გამიზდება დიდი ცხვირი. ძალიან საინტერესო მოსაზრებები გავიგეთ არა გოგიჩ? კი, და რაც მთავარია, დედიკოს და კატოს აზრი ერთმანეთს დაემთხვა და პინოქიოს ზღაპრის დახმარებით ისიც გავიგეთ, რომ მშობლებს უნდა დაუჯეროთ. და რაც ყველაზე მთავარია, ტყუილი არასოდეს თქვათ. მაშასე, თქვენს წინაშეა ცელქი პინოქიო. გძაცხრა თვალება, ჭრეწვა ტანსაცმელში, ქრისტული და ცალკი ბიჭუნა. ყველასათვის სანატრელი, ყველასათვის საყვარელი ბიჭუნა. ბიჭუნა. პინოქიო, პინოქიო, ხისე შმაკუნა. პინოქიო, პინოქიო. ყველა სულს ყველა შველის, ყველამ გაუწოდა ხელი, მეგობრები დიდი სიყვარულია. იმიტომ რომ პინოქიოს მჭეჭრა ოქროს გული აქვს. გული აქვს. პინოქიო, პინოქიო, ხისე შმაკუნა. პინოქიო, პინოქიო. Pinocchio, Pinocchio, chissà schmappuna. Pinocchio, Pinocchio, sa che bicciuna. Pinocchio, Pinocchio, chissà schmappuna. Pinocchio, Pinocchio, sa che bicciuna. Pinocchio, Pinocchio, chissà schmappuna. Pinocchio, Pinocchio. ხშირად მშობლები ისეთ ზღაპრებს ირჩევენ ხოლმე, რისი დახმარებითაც ბავშვები რაღაც დადებით სწავლობენ. საინტერესოა, რა შეიძლება ისწავლოს ბავშვმა ზღაპრიდან ჩექმებიანი კატა. ამას ახლავე გავიგეთ. კითხვა მეორე.
ვინ იყო ჩექმებიანი კატა და ვის დაეხმარა ის. რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ არ იცოდა ჩექმებიანი კატა. თვითონ ამან მომიყვადა შემახსენა ბავშვობა და ბავშვობაში მოსმენელი ჩექმებიანი კატა და გამიხარდა, რომ დღეს კიდევ ახსოვთ და უყვართ ის ზღაპრები, ჩემს ბავშვობაში რო ვყვებოდით. აქ იცით რა ხდება? რა თქმა უნდა, მეგობრობა, ერთგულება უნდა ცოტა ტყუილთან კი არის ეს დაკავშირებული და ტყუილებით ახერხებს ამ სიკეთის გაკეთებას, მაგრამ ალბათ ესეთ ცოტა საპატიებელი კარგ საქმეს აკეთებს, გაჭირვებულს ეხმარება და ერთგულება პირველ რიგში. იმიტომ შეიძლება იყოს მეგობარი და ასეთი ერთგული არ იყოს. დედიკოს უმეუბნება, რომ ტყუილების თქმა არ შეიძლება, მაგრამ მეხან-მეხან ვამბობ. ჩექმებიანი კატაც ამბობს ტყუილებს, მაგრამ ამ ტყუილებით გლეხი ბიჭი უფლისწულად აქცია. ჩექმებიანი კატა თუ არ იქნებოდა, ეს ბიჭი ალბათ დიდი ხანი იჭდებოდა თავის ქოხში. ეს ხაპარი რა წავიკითხე, მივხვდი, რომ კარგია იყოს მოხერხებული ადამიანი. კიდევ ერთი საინტერესო კითხვა მოვისმინოთ თემაზე სიზარმაცე. ამბობენ, რომ მშობლებს და ბავშვებს ამ სიტყვის მნიშვნელობა სულ სხვადასხვანაირად ესმითო. ხო და მოდი შევამოწმოთ. რა არის სიზარმაცე? ჩემი აზრით, ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწევს. სიზარმაცე არის, როცა არ უჯერებ დედას და არ გინდა რომ დედას მოეხმარო რაღაცებში და სიზარმაცე არის, როცა არ გინდა სწავლა, მეცადინეობა, როცა არ მიდიხარ სკოლაში, გეზარება, დილთადგომა და თავის მოწესრიგება. ყველაზე დიდი სიზარმაცე არის, როცა არ იცინი. მე ვიცი ჯადოსნური სიტყვები. ეს ჯადოსნური სიტყვები დაეხმარება ბავშვებს, რომ არ იყვნენ ზარმაცები. მადლობთ. ძალიან გემრიელი იყო და დილამშვიდობის. დარწმუნებული ვარ, ამის შემდეგ სიზარმაცესთან დაკავშირებული გაუგებრობები აღარ იქნება. მშობლებიც და ბავშვებიც ერთმანეთის მოსაზრებებს გაითვალისწინებენ. Tумца დიდი გაზდილა, არა მგონი მსუნაგო,
ხანია ბავშვები და მშობლები დაობენ თემაზე ადრე დაძინება. ბავშვები ფიქრობენ, თითქოს ვიღაც ადგა და დააწესა, რომ ბავშვების დაძინების დრო 9 საათია. ზოგს ეს აზრი მოსწონს. ზოგი კი თulis, რომ მაშინ უნდა დაეძინოს, როცა დაეძინება. ასია თუ ისე დრო მოვისმინოთ შემდეგი კითხვა და მოსაზრებები. ექსპერიმენტი პასტებულში გრძელდება. რატომ უნდა დავიძინოთ ადრე? ალბათ იმიტომ, რომ გავიღვიძოთ ადრე და დღე უფრო შედეგიანი და ნაყოფიერი იქნება. ჩემს ბავშვობაში მეც არ მიყვარდა როგორც ჩემს შვილებს ადრე დაძინება, მაგრამ ეხლა რა თქმა უნდა სულ სხვანაირად ვფიქრობ. თუ ადრე დაიძინებ, ადრე გაიხვიძებ, მალე წახვალ სკოლაშიც, ბაღშიც და მოასწრებ თამაშსაც და ხატასაც და ყველაფერს მოასწრებ. დედიკო მეუბნება, ზოგჯერ რომელს ადრე დაიძინე, ზოგჯერ რომელსაც. მე ვეხვეწები, რომ ცოტა ხანი კიდე. იმიტომ რომ ვერ ვაწყებ თამაშის დამთავრებას, იმიტომ რომ ვერ ვაწყებ წიგნის საკითხვას. მაინც ვფიქრობ, რომ ბავშვები ადრე უნდა დაიძინონ. ვიცი, რომ საღამოს 9 საათიდან 11 საათამდე ყველაზე საუკეთესო დროა ბავშვის დასაძინებლად. ჩვენ სწორედ ასე ვიქცევით. ჩემი კლასელები ხანდახან იძინებენ 9-ზე და ადრე, მაგრამ მე მაინც 9-ზე ვიძინები. ასადეგები რო დამეწება, დედიკო დამპირდა 10 საათზე დაგაძინებო. ბავშვმა იმიტომ უნდა დაიძინოს ადრე, რომ ყველაზე ძლიერი იყოს, სკოლაში ძალა კონდეს, დაწეროს. ვინც ადრე იძინებს, იმასა ყველაზე ფერადი სიძმები მოდის. დამეთანხმები გოგიჩ, რომ ძალიან კარგი იქნება თუ დღეს დილიდანვე საინტერესოდ დაიწყებ. დილით კი მაშინ იქნები მხნეთ, თუ კი გამოიძინებ და მერე იმდენ საინტერესო რამეს გააკეთებ. ახლა სულ სიმღერით მოგასმენიათ იმის მიზეზს, თუ რატომ იძინებთ ადრე. Gaga
სათამაშოები და ბავშვები. ბავშვებს უნდათ რომ ძალიან ბევრი სათამაშო ქონდეთ. მშობლები კი ხშირად უარზე არიან. რა საჭირო ამდენი სათამაშო? მოვლა არ იცითო. ხო და ამიტომაც დავსვით ასეთი კითხვა. როგორ უნდა მოუაროთ სათამაშოს? ვცდილობ ყოველთვის მივაჩვიო ლიზიკო, რომ სათამაშოები დადოს თავის ადგილას და მოაწესრიგოს და შეძლებს და გვარად ვაღწევთ კიდევაც ამას. ლიზიკოს ყველა სათამაშო თითქმის მოწესრიგებული აქვს. მე ყოველთვის ალაგები სათამაშო. ჩემთონინას ვაძინებ ვაჭმევ კაბელს უკერავ. კომპიუტერს და თუნია ვიზუწმინდა. ალაგებად თოჯინები მიყვარს. ისეთ თოჯინა ხათუნაც ყავს სახლში. სათამაშოების დალაგება ცოტა მეζარება. მაგრამ მაინც ვალა. როგორი პასუხები მივიღეთ? მგონი ახლა მშობლებიც და შვილებიც ერთმანეთის აზრებს გაიზიარებენ და რაღაცაზე შეთანხმდებიან. მეც ასე მგონია. ასე დასრულდა ექსპერიმენტი ბასტი ბუბუში. ვფიქრობ, მონაწილეებიც და მაყურებლებიც კმაყოფილები არიან. ეს უბრალოდ კიდევ ერთი სახალისო თამაში იყო იმისათვის, რომ უფრო კარგად გაგვეცნო ბავშვები და მათი დედიკოები, გაგვეგო მათი აზრები. რაც იმაში გვეხმარება, კიდევ უფრო მეტი საინტერესო გადაცემა, სიმღერა და ზღაპრები შევქმნათ ბავშვებისთვის. ბასტი ბუბუში სურვილები ავასრულო. Ale, hop, მე მზად ვარ. Here's a little song I wrote. You might not think it's not fun, not don't worry. გაზაფხული ნელ-ნელა იწურება და ჩვენ ზაფხულს ველოდებით. ზაფხული კი რას მოხავს? რას და პეპლებს? პეპელა, პატარა პეპელა. რამდენი პეპელა? პეპლები. უი. სად არის პეპელა? პეპელა. ძალიან მიყვარს პეპლები, როგორ დაფარფატებენ.
ეხება პეპლებს ვერ იმღერა სიმღერა. ასეთი ფარფატა სურვილი გავითვალისწინეთ და ძალიან ლამაზი სიმღერა შევარჩიეთ პეპლებზე მარიამისთვის. ის რაც მოულოდნელად შეიძლება მოხდეს გაზაფხულზე, ეს არის წვიმა. მზე არათებს, უცებ ბაღ, ჭექა-ქუხილი და წვიმს. ზოგს ეს ამბავი არ მოსწონს. ზოგი კი წვიმას ფერადი ქოლგებით ხვდება. წვიმას ანასტასიაზე კარგად ვინ უღელებს? Thank you.
გაზაფხულდა იაიამი ესალმაენდელას ატმის ნაზე ყვავილები გაიშალა ნელ-ნელა ყვავილებს ყოველდღეული ხოლმე შეიძლება ბასტიბუბუშიც ვიმღერო ამ სურვილის მოსმენის შემდეგ ბასტიბუბუს შემოქმედებით მათ ჯგუფმა ლიზასთვის ლამაზი კოსტიუმი და სიმღერა შეარჩია რა თქმა უნდა ბუნებაზე ყვავილებზე და წყაროზე ახლოვდება ზაფხულის არდადეგები და ბუნებაში გასვლის სურვილი ძლიერდება. მე და ჩემი მეგობრები ნაკადულთან ვიკრიბებთ და ისევ ერთობით ხოლმე. დარწმუნებული ვარ ზაფხულის არდადეგების დროს ხშირად ისეირნებთ, მანამდე კი თათია ბუნებით დაადგმეს და ჩვენც დაგვატყმოს. თამაშობთ? კი. აბა ეს გოგო ვინ არის? წითელკუ და გიო, იცნობ ამ გოგოს?
ვინ არის? დიდი კუდა. ნიკო შენ ციცანი? და ვის ახსოვს წითელ ქუდას ზღაპარი? კარგი, აბა მოდი. გამარჯობა, მე წითელ ქუდა ვარ, შენ რა ქვია? ტინანა. გამარჯობა, მე წითელ ქუდა ვარ, შენ რა ქვია? რა კარგი ბიჭი ხარ და მე წითელ ქუდა ვარ და შენ რა ქვია ცისფერთვალა? ჩემი ზღაპარი იცი, კარგად იცი? კი. და შენ რა ქვია? ბარბარე. როგორ იწყება წითელ ქუდას ზღაპარი? ვინ მეტყვის? მე. რა ხდებოდა, აბა მომიყევით. მოდი ახლა წავიდეთ წითელ ქუდა ტყეში, კარგი? წითელი ქუდი მახურავს, ბებიკოს მოქსოვილიო, ლა 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 ლა. გახსოვთ წითელ ქუდას ვინ შეხვდა გზაში? ტყეში რო გელი ხუბაიმე ბაიმე. შენ როგორც ჩანს წითელ ქუდა ხარ არა? დიახ და ბებიკოსთან მივდივარ და ბებიკოსკენ მიმავალ გზას ვერ მიმასწავლით. როგორ არა? აი იმ გზით თუ წახვალ, ბებიასთან ძალიან მალე მიხვალ. მე რომ მითხეს რომ იმ გზით უნდა წავიდე? არა, ის არის მოკლე გზა. ეს კი ძალიან გრძელი გზა. აბა შენ იცი. წადი ბებოსთან, ბებო გელოდება, წადი. და წავიდა წითელ ქუდა. ბებიკო, რატომ გაქვს ესეთი დიდი თვალები? იმიტომ რომ კარგად დაგინახო. და ბებიკო, რატომ გაქვს ესეთი დიდი ყურები? იმიტომ რომ კარგად გავიკო შენი ხმა. ბებიკო, და რატომ გაქვს ესეთი გრძელი ხელები? იმიტომ რომ კარგად ჩაგეხუტო. ბებიკო, და ასეთი დიდი პირი რატომ გაქვს? იმიტომ რომ კარგად გადაგსამსლო. გზაზე წითელი კუდი ეხურა თავზე ილა იყო მშვიდი ჭიკჭიკა და ჭიდი მაგიდამზე იცინოდა აუ რამზიმეა იყო დარა იყო რა იყო ერთი წითელი და მგელი აუ რა მაგარია წითელი კუდი მახურავს
ჭასთან ჰა შენაკეცადი მე იქით აი ასე აი ბებია სახლიც ეხლა ნახე კაკუ თითელი კუდი მახურავს გულსა და სულსუხარია მოდედი კაკუ კაკული დაგნებდი მგელო დაგნებდი მინახდი ახლა კი დროა ერთმანეთს დავამშვიდობოთ და წარმატებები ვუსურვოთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი სურვილები, აზრები და მოსაზრებები. თქვენი დახმარებით ჩვენ კიდევ უფრო მეტად ვიზრდებით და ვზრდით თქვენ შვილებს. დაიმახსოვრეთ, ბასტი ბუბუ ყველა ოჯახის მეგობარია. კვირამდე. ნახვამდის.